Helicopter Sunday რო იყო შოტლანდიის ჩემპიონატში და ვერტფრენი დაქონათ თასი ედინბურგიდან მოზერველისკენ. აი რაღაც ეგეთი გვაქვს თქვენ საქართველოში, ოღონ ნუ ვერტფრენი არ არის. ხო, არც მსგავსი გულშემატკივრობის მოლოდინი არ გვაქვს სამწუხაროდ. ელიგის 36 ტურია დღეს. ერთი თამაში იქნება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც იბერია შეხვდება გაგრას. მეორე თამაში კი იქნება თენგიზ ბურჯანის სახელობის სტადიონზე, სადაც დილა გორი უმასპინძლებს დინამო თბილისს. ორივე გუნდს 77 ქულა აქვს და იმ შემთხვევაში თუ ასე თანაბარი ქულებით დასრულდა ჩემპიონატი, ჩემპიონი გახდება იბერია. ისტორიაში მესამედ, აი თუ გორისმა მოიგო და იბერიამ ქულები დაკარგა, გორელები იზეიმებენ ჩემპიონობას ისტორიაში მეორედ და პირველად აიღებენ საჩემპიონო ფარს. მაშინ როცა ჩემპიონები გახდნენ, მაშინ სხვა თასი იყო. სხვა თასი იყო. 2015 წელს, მაშინ მე ყველა თამაშზე ვიყავი, გასვლაზე სასახლშიც და ჩემპიონები რო გახდნენ სამტრედიასთან ყვახაძის გოლით, ის გოლით ნანახი მაქვს. ასე რომ გორის ამბებს ახალ შენ და გითმობ. მე უკვე ვნახე მათ ჩემპიონობა. მე იბერიას თამაშზე წავალ ტატო ბაციკაძესთან ერთად და აქედან გავაკონტროლებ თბილისური მატჩის პერიპეტიებს. გორში მე წამოყვება ერთი ძალიან კარგი კაცი, გიორგი უგულავა და ვეცდებით მისი ანალიტიკური უნარები უკვე უშუალო სტადიონიდან ვნახოთ როგორია. თან გორის ძილას იტალიელი წვრილი ყავს და მისი და იტალიის კავშირით სადღაც შეიძლება ტაქტიკურად უფრო გაგო. უგუ სპეციალურად ჩაგიწყეთ გორში წამოსვლა. წავედით. Let's go. ესე იგი, ადრე გამოვედით უგუ. ესე გვეგონა ყოველ შემთხვევაში. 2 საათზე. მაგრამ არ საკმარისად ადრე არ გამოვსვლურთ, იმიტომ რომ ფანები გორში მიემართებიან მატჩის საჩემპიონო მატჩზე დასასწრებად და აი ეს ვერ გავთვალეთ. ზოგადად მინდა შენ გვისაუბრი ამ ამბავზე, რაც ეხლა ის საბურთალო იბერიის ისტორია ახსენე და აი ეს რაღაც უბნური თუ კარგი გაგებით რეგიონულ კუთხური იდენტობა რო გუნდსა აქვს ფეხბურთის ასიც ეგ არის. შეიძლება ეს იყოს გეოგრაფიაზე მიბმული, შეიძლება ეს იყოს რაღაცა პროფესიულ სოციალური იდენტობაზე. მაგალითისთვის, რა ვიცი, მანჩესტერი იუნაიტედი თავდაპირველი სახით იყო რკინიგზელების გუნდი, ანუ ლევერკუზენი არის ასპირინის ხარხნის გუნდი, ხო. მაგალითად საბურთალოს ეგ ქონდა, ერთადერთი იყო პრინციპში ქართულ კლუბებში, რომელსაც უბნის სახელი ერქვა. რა მაგარი რაღაც იყო, ანუ კი, ხა არ ყოფილა თავგადაკლული კომაგი, მაგრამ სულ მქონდა ეგ სიმპათია, რომ აი საბურთალო ჩემი უბნის გუნდია. ეს სახელის ცვლილებაც ბევრ რამეზე რა კარგად გვისწრებ მეგობარო შენგენაც. ეგეთი გონი ეს ეთქობა ულტრასებში ეჩქარება და გორი არ იცდის, საჩემპიონო თამაში არ იცდის. მე შედარებით მარტივი გზა მერგო, დაშისგან განსხვავებით. ცოტა ხანში მოვიკითხავ საერთოდ ჩავიდენ თუ არა. მატჩამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, დაახლოებით 40 წუთი და მე ტატოს უნდა შევხვდე. როგორ გიკითხოთ? ვითომ პირველად ვინახე. სახელიდან ვითომ საერთოდ პირველად ვისაუბრე. ხო, სახელიდან წამოვედი, მიკროფონი გავიკეთე და ისე მიკროფონის გარშე სახელიდან არ გამოდივარ ხოლმე. რო იცოდე, სახელიდან გამოვედი, მიკროფონს ვიკეთებ და მე გავდივარ. შენი screen time-ის გათვალისწინებით მართლა არ უნდა დადიოდე მიკროფონის გარშე. აა, ეს მართალია. ბოლოს ეროვნული ლიგის თამაშზე ვიყავი შარშან და ეგ იყო მაშინ რო გეკითხა ბოლოს როეც ვიყავი ეროვნული ლიგის თამაშზე, ვეთქოლი არ ვიცი. იმიტომ რომ არ ვიყავი ნაყოფი. პირველად როდის იყავი საქართველოს? მაშინ შარშან. მართლა პირველად იყავი? 40 წლის 2019 წელს ასაკში. შარშან წინ იყო ამის. თავიდან პირველი ჩემპიონატები რაც ეკეთ და ესე არ ყოფილვარ თქო. რატო არ მოგინდა არასდროს თამაში დასვა? მამაც ჩემი მატარებდა ფეხბურთზე და ნაკრების თამაშებზე დავდიოდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე, მამაც ჩემს წასვლა არ აინტერესებდა დიდად ცარიელ დინამოზე, იმიტომ რომ მესხის დროიდან მოყოლებული ყიფიანის დინამომდე ყველას გულშემატკივარი იყო და 90-იან წლებში ორი კაცი ტრიბუნაზე იჯდა იმ უბედურ პერიოდთან ეროვნულ ჩემპიონატზე არ დადიოდი. ევრო ტურნირებზე სულ დავდიოდი, არ ვმაზავდი და დინამოს თამაშებს ძირითადად სხვა ქართული კლუბების ევრო ტურნირებზე რო ამოგატყუა არ დავდიოდი ისე აქტიურად. ერთი-ორჯერ დამყოფი ვარ, მაგრამ დინამოს არ ტოვებდი ხოლმე. უბრალოდ მე ეროვნულ ჩემპიონატზე მაინც იმედი მქონდა აცრუებული და დიდი მუღამი და ინტერესი არ მქონდა, რომ საბურთალოდან დიდუბეში გავსულიყავი დღის 3 საათზე, თან დროც ხარ გათხოვნა თქონდა შეჩერებული და 5 საათზე, 6-ზე და 7-ზე სამი თამაში იწყებოდეს, ეგეთი თემა არ გამიგია. მიზეზსაც ვერ ხვდები. თან დავიძრათ ნენეო, წავიდეთ. მისთანაც მილაპარაკია ფეხბურთელებთან ახლა ზოგთან მეგობრობს ოქს ვიცნობ, ყველა ამბობს რომ საქართველოს ჩემპიონატი მაგარი რთული სათამაშოა. მიზეზი რა რას ამბობენ? ხო, უთქვათ რომ არის არაპროგნოზირებადი. ხო. ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც დიდი ხანი არ თამაშობდა საქართველოში, ჩამოვიდა თქო რომ ბიჭო, ყველა თავისებურად თამაშობს. აი ხო არის რაღაცა ანუ ამბანი ფეხბურთის და საქართველოში აი თავისებურად ვერ გაიგებო რა არასტანდარტული ფეხბურთია. მე მგონი ეს რაღაცა სისტემურზე მეტად არის, ცოტა ინდივიდუალური თუ როგორ ხასიათზე იქნება. მე მგონი ყველაფერი ეგრეა ქართულ კლუბებში.
არა მარტო მოედანზე. და არა მარტო კლუბებში. ცოტა უკანაც რა. ხო, არა მარტო, ალბათ თელ ქვეყანაში. ალბათ ხო. ხო და იმის ალბათობა რომ რაღაც სენსაცია მოხდეს საქართველოს ჩემპიონატში არის. კი. კაცმა არის ის გაგრა. იქნებ რაღაც სენსაციას ამზადებს რა. თან უმაყურებლად ტარდება იბერიას თამაში ინციდენტის გამო. ის ამბავი გეცოდინება, გულშემატკივრები არ იქნებიან დღეს ტრიბუნაზე. ვიცი, გუნდმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება და გაისაჯა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ესეთ მნიშვნელოვანი თამაშია, საჩემპიონო თამაშია, გასაგებია, რომ ჭკუის სწავლების ამბავია, რომ აი შემდეგში უსაფრთხოება უნდა გაწევ. შემდეგ თამაში გადავუტანდი. მაგას ვამბობ, გადაიტანო, იყო თქვა ეხლა თუ არის 3 მატჩიანი, თის სიტყვაზე არ მახსოვს რამდენიანია, ხო? თუ არის ეხლა 3 მატჩიანი, მივცემდი 5-იანს. ოღონდ შემდეგ ამ თამაშზე მაყურებლის არ დაშვება. ისეაც როდესაც ქვეყანაში საქართველოს ჩემპიონატში პრობლემაა მაგ კუთხით, რომ ხალხი ისეაც არ დადის და სულ მაგას უწუნებთ. საჩემპიონო თამაშზე 2-დან 1-ზე რომ ხალხს არ უშვებ. რავი, მაყურებელი რომ შემოსულიყო, ყველასთვის კარგი იქნებოდა. იბერიასთვისაც, გაგრასთვისაც, რომელიც იბერიას მეტოქეა და საქართველოს ჩემპიონატისთვის ზოგადად რა. ნახოთ. ჩემპიონატის დაწყებიდან დასრულებამდე გუნდმა შეიშალა 3 მწვრთნელი. ხო. იყო ამდენი მithმა მოთქმა აპარატის სკანდალი და მაინც ჩემპიონი ხდება. ხო, იბოთა. მე არ მახსენდება ეგეთი. ეგეთი გუნდები ძირითადად დარჩენისთვის ყველაზე სასაცილოში ხო არა, რა თქმა უნდა, საჩემპიონო გუნდში საერთოდ შეიცვალოს ეგეთი რაღაცა. დილოთ რო გახდა ჩემპიონი, უცნაური არაა, რომ თავარ კონკურენტთან ბოლო ტურის თანაბარი ქულები ვისთანაც აქვს 4 თამაში წაგებულია. კი. მათ შორის 1-6-0 და თან სახლში. ხო. ხო, წარმოიდგინე, მაინც თანაბარი ქულები აქვს. სიგიჟეა. საქართველოს ჩემპიონატზე სულ იმას ამბობენ, მწვრთნელები. საჯები ძალიან რომ ხო, არა კონტაქტური. არა, პირიქით. აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ კერესელიძემ ვისაუბრა, რომ ერთ-ერთ პოდკასტში თქვა, რომ ფელიპე პილესმა მითხრა, რომ მის ფეხბურთელია, რომ ყველაფერი ჯარიმარდება. დავამოღამეო, რომ აი ზურგით თუ გავარო და ხელი დამადესო, ვესემიო და მაინც ჯარიმას მოძრაობა და აღარ ვიბრძვიო რა. ანუ რაღაც ეგეთი ტენდენცია არის. მაგრამ დღეს რაღაც ძალიან კონტაქტური თამაში წავია. ასეც გავიდა. კარგად უტევს იბერია და რამდენიმე მომენტი ქონდა უკვე გოლი წიხდება. ოპა, ძალიან საფრთხე შეტევაა გაგრას. მარჯვნივ თუ გაკეთდა მარჯვნივ, ოპა შეგორდა. არა, მგონი. დარტყმა. ოიმე. შემეკა. მაგარი გადარჩა. კაი შეტევა იყო, ძალიან კაი კონშეტევა იყო. თოთა შორის გორის დილამ გაუშვა მართლი თბილისის დინამოსგან. მათე ვატსაძემ გაიტანა პენალტი, ასე რომ იბერიამ კაი უპირატესობა მოიპოვა ახლა. ეგ იცი რას ნიშნავს, რომ გორში იქნება ძალიან მაგარი თამაში. ძალიან მაგარი თამაში იქნება კი. მით უმეტეს აქ თუ ესეთი ანგარიში იქნება. ერთი ამბავი ხარ, რომ თუ შევხდეს, მათი ვატაძეს გოლამდე ეგ არის საინტერესო. თუმცა რომ იწყებოდეს იმათი მომენტი იქიდან, რომ აი ეხა მოვედით და უკვე 0-1-ია, ეგეც საინტერესო. აუ, შემსულიყავი. იცი. გეხვეწე. მადლობა. მოდი დაჩის დაურეკოთ. ხო, ლუკა. დაჩი, მიუსწარით ვატაძის გოლს? ბიჭო, არა, გოლს ვერ მიუსწარ. რა გოლსო? ეხა მოვედი. აი, ხა შევედით სტადიონზე, პარკინგზე ვარ და ვცდილობ გავაჩინო. თუ ხმით ვისჯელებთ, აი ახლა უკუსლით მიდის პარკინგზე შესაყენებლად. დავედი. გაუსაძლის მდგომარეობა იყო როგორც ჩანს გზაში. 3 საათი რო გჭირდება გორამდე. კი. ვილება თბილისის დინამოს შემადგენლობაში. ნომერი 24. მოდი უგუ. ნაცვლად მოედანზე გამოვიდა ნომერი 17. აბუ არა. აქეთ. მე მგონი მაქსიმუმი უქე. რაც შეგვეძლო ქენით, ხო, ბიჭებმა დავდეთ მას. ეგერ ალექსი მოგიწოდებ და 130-ით წავედი. არა, არის მანუსულა. ჯერ. ვიარა ჩემი. უნებდა რაც ვარავდეთ ნებსაკლებად ახლა არის ხო? ხო, ემოცია იყო. შემოხვიდოდი თუ არა გესმოდა გულშემატკივრობის ხმა საკაიშორიდან. თან გორი პირველ ნომრად თამაშო. აღშფოთდა იტალიელი მწვრთნელი. საქართველოს თასის ფინალებზე დავდიოდი. ბევრ ფინალზე ვარ ნაყოფ. 90-იანებში ვარ დინამოს ყველა თამაშზე. ვაქნა მეკარემტო. არა და თითქოს ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით გაგრასთვის, მაგრამ მეკარემ ძალიან სულელური გოლი. გაუშვა სიუკაევმა. იბერიას სასარგებლოდ გატანილი გოლის ავტორია გიორგი ჯინჯოლავა, ნომერი 5. ქორო არ არის? ქოროსმა იყო? ქოროსმას გავდა.
ხო და რაღაც ვამბობდი, ახლა დინამო თბილისის დინამო ბათუმის ფინალებზე ერთზე არ ვარ ნამყოფი, მე მგონი ბათუმში რომელიც იყო, ერთ-ერთი ბათუმში ჩაატარეს. გამორჩეული თამაში იმითი იყო, რომ პენალტები დაარტყეს თავიდან. თამაში დაიწყო პენალტების სერია იყო რა და ჯერ დაარტყეს პენალტები. და ეგ იმისთვის გაკეთდა, რომ დამატებით დრო დაინიშნებოდა, ეცოდინებოდა გუნდს ერთ-ერთს, რომ წაგებული აქვს რა, თუ ვერ მოიგო დამატებითში. ეგეთ ექსპერიმენტი ჩატარდა მაშინ. და როგორც მახსოვს FIFA აპირებდა საერთოდ რა, ეგეთ რაღაცის დანერგვას და იმედით ისულელია. მაგარი. მაგარი 4-0 მორჩა თამაშ თუ რა. ანუ ახლოსაც არ გაუულია პენალტების სერიასთან. კანდიდატზაჯერა. მაგარით უცნაურ რაღაცას მკითხებს. დაახლოებით 100 მეტრიდან რომ უკეთ დაინახა მომენტი, ვიდრე საჯმა იქია. სანახავად მიდის მართლა. ამაზე პენალტი დაინიშნოს ძალიან საწყენი იქნება და ძალიან უცნაური. არა არის პენალტი ჩემი აზრით. მიხედავთ იმის რომ კონტაქტი არის, რა თქმა უნდა, ხო, მოგიყურია ეგეთ კონტაქტები რა. თუ გაუქმო ყვითელი პენალტს ნიშნა. ხო. წითელი მიცა. წითელზე გადაამოწმე. ხე არ მოკეცა და მაგიტომ ხე გაშილი ფეხით მიდის. ჩვენ პენალტზე ფიქრობთ, ხო და არ გვიფიქრია წითელ ბარათზე რა. თავიდან გაგრას ქონდა კაი მომენტი 11 კაცია იბერიასთან და შეიძლება კიდე რაღაცეები შეიცვალოს. ხო, თან არ დაგვაუწყოს რომ რეალურად 1-0 ანგარიში და თრე იბერიასთვის კატასტროფაა თუ იქით დილა იგებს. კი ბატონო. როგორ დილა ვერ იგებს ეგ ამ ძალიან მოე. დილაც აგებს. ფოტოსოლის თქვენ ვანქანაში წინასწარ მომეთყოლებით, რომ დილას აქვს კაი ბევრი კამბექი გაკეთებული. ნახოთ. კარგად მიიღო. ბატ. ცოტა ხნის წინ გაჩიმდა უგუ დაგვირეკეს. უგუ საინტერესებდა აქ როგორი თამაში იყო. და იქ დამპირდნენ რომ ისე დასრულდა პირველი ტაიმია რომ მეორე ტაიმში ძალიან მაგარი თამაში უნდა გამოდგეს. ხო. ცოტა არ იყოს და მშურს. მაგრამ აქაც იქნებ დაიძაბოს. ანუ ის იმისთვის რომ ეს თამაში დაიძაბოს, უნდა დაიძაბოს ის. იქ უნდა გაიტანოს დილამ. ანუ აქ 1-0 დაძაბულია ეგენი. თან კაი მომენტი ქონდა ეხა დილას. მაგიტო ვაკუთხური მე კარენ ლორია მაიღო. უბრალოდ აცილებული მომენტის მერე ეს რაღაცა არნახული გეძგინება ძალიან ცუდი მოსასმენი არის. შენი გუნდის ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებით. უცნაურია. ისიც ყოფილად გაიმეორე პენალტის. გაიმეორე პენალტის ქონდა. კაცმა იცის, ყველა კონტენტი იცის, დაარტყი ხელი. კაცური კაცი. რომელია შენი საყვარელი გადაცემა? ქუჩები არ ივიწყებენ. რომელია შენი საყვარელი გადაცემა? ქუჩები არ ივიწყებენ. მაგარი ემოცია წამოიღო. იქით გაგრასთან 10 კაცი თარია. თან გაგრა უტევს ძირითადად სულ. ხო, თან ისე დავაგდა. მეორე ტაიმში რაღაც ჩაჯდა სავით იბერია. 10 კაცი თუ არიან თავის საშვება მაინც ეგ. მუჯირი შემოვიდა იქით. გაგრაში? კი ბატონო. დათუშვილია, ხო? კი ბატონო. ისიც დავით მუჯირი. სამითაურო ფეხბურთელები არაა დატა ამბავი. კი. ბაბუა, შვილი. კი ბატონო. მაგარიძის მომ პირველი სეივი. კი. ის რაც და პირველი მომენტი რაც. ხო, ისიც ვთქვათ რომ ძალიან მალე 10-ში ის გუნდები ერთმანეთს რომ კონკურენტებიან ახლა თასის ფინალში არიან გასულები. ვაი, გადასმით ხო გადავიდა. მომენტია. აი არ მინდა წინასწარი დასკვნებს გაკეთებ, მაგრამ ესეც როგორი მომენტი იყო, ამის გამო გოლი გავიდეს მე ხო? დაძაბული თამაშია სხვა 10 წუთი გავიდა მეორე ტაიმის დაწყებიდან და გაცილებით უკეთესია. კი. ვაიმე, რა გოლი გავიდა. ასეთი სკორპიო გაგნანახი ტრიბუნებიდან გოლი გავიდა. აი ეს სეზონის გოლია. სასწაული გოლი გაიტანა მუჯირი. ახლა აიღეთ ტელეფონები და ნახეთ გაგრამ როგორი გოლი გაიტანა. სეზონის გოლი გავიდა. იბერიამ გაიტანა.
იბერიამ შეაგდო ხა იბერიამ. იბერიას ასარგებლოდ გოლი გაიტანა გუნდის კაპიტანმა გიზი მამაგეიშვილმა ნომერი 11. ანგარიშია 2-1 იბერია 1999 სასარგებლოდ. ანუ ჩავრთე რომ გაგრას გოლი მენახა და ეგრევე იბერიამ გოლი შეუგნა. არა, ეგრე თამაში არ შეიძლება საკუთარ კართან. ბიჭო, პირველივე შეტევაზე გაუტანა იბერიამ, ხო? ეგრევე შეაგდოს ხო? იქით თუ არ გაიტანა დილამ? ოპა. მე ვფიქრე რომ გოლი ძიდამ გაიტანა. არა, მიქაუტაძემ შეაგდო. ეგონა. უჯერ შეუგდი, აბა. იბრაჰიმოვიჩი ჩამოსულა და აგოლიში ლატანი გა. ნახე. ეს არ უჩი. ლატანი. პასი უნდა გაკეთებულიყო ახლებიანს. ეხა ხო არ იქნება ის მომენტი. შეიძლება. არა, აიცი, ნუ იტყვი. რანხეშ ვარდნაი. გათანაბრდა. რაოდენობა. გათანაბრდა იქითაც მე ფერგუტონთან რაოდენობას გულისხმობდი, მაგრამ გათანაბრდა ორი დილამ გაიტანა ესე. თბილისის დინამოს კარში გადანილი ბურთის ავტორია ნომერი 10. იგებს 2-1 გაგრას კაცი გაუგდეს. 10-10 გახდა? 10-10-ზე მიდის თამაში, 10-10 თამაში ისეთია. ლორია გამოიღე! 10 მარიცის რა შეიძლება მოხდეს, ესეც ალბათ კარში იქნება, რომ ლორიამ უნდა გამოვიდეს. ჩემპიონი ვერ ხდება გუნდი, მაგრამ ლორიამ უნდა გამოვიდეს. გათანაბრდა კი, 1-1. საინტერესოა. მოსალოდნელი იყო დილა გაიტანა, მეცაც ზეთყვი, მე მგონი მეორესაც გაიტანენ იქ და აი ესეთ დავიძაბებით ბოლოსკენ. დილა არის მეორეს გამტანი, კი. ტრიბუნებიც ეხმარება. უგუ რა სიტყვი? დილას მეორე გოლი უფრო რეალისტურია, მე მგონი ვიდრე მან გაგრას მეორე. აი. ნუ დილას ჭირდება სასწაული, ჯერ თვითონ უნდა დააქამბექოს 5 წუთში ძირითადი დროის პლუს დამატებული კიდე რაღაც იქნება და თან გაგრამ უნდა შეუგდოს კიდე იქით იბერიას გოლი. ხო, ანუ მდგომარეობა ყველაზე კარგად აღწერს, რომ ტრიბუნებმა ნელ-ნელა სახნისკენ წასვლა დაიწყო. კი, აი იქით საპირისპირო. გორის დილას კარში გადანილი ბურთის ავტორია ნომერი 19 ირაკლის სირაძე. ეგ გოლიც ძალიან არ გაკვირვებია, იმიტომ რომ რამდენიმე სწრაფი და კარგი კონტროლება ქონდა დინამოს. რა ბურთია იყო? აუ ძალიან მაგრა დაარტყა და ძალიან მაგარი ბურთია. გორის დილას 10 ნომერი ლორიას ეჩხუბებოდა ეს რა აიღება. ეგეთი ჟესტი ქონდა. მართლა ძალიან მაგარი ბურთია. პასი უნდა. მოიგონა. რაღაცა ის არის, რომ საჯების მიმართ ცოტა ისინი არიან, რა ქვია, შეძარებით ლოიალური შეძახილებია. იქ მეორე ლოკაციაზე უნდა ნახო. არა, იქ ალბათ არ არის ყველა ნათესავი მოხსენებული საერთოდ, მაგრამ აქ რაღაცა ძალიან რბილად ლანძღავენ. ვიტყვით, საკანტოს ჩემპიონატის ასეთანი შევარწოდებ. კი, ასეთანი ლანძღები. ოჩა გლორია! ოჩა! მოკლედ მე როგორც ხდები, ქართული ფეხბურთის ლეგენდები არ უყვართ. გადარჩნენ. ლორიამ აიღო ძალიან მაგარი ბურთი. ძალიან მაგარი ბურთი აიღო ლორიამ. არ გაჭრა. მე ვერას ვიმართ ხატობა ჰეითმა გიორგი არ შეაჩერა და მაგარი ბურთი აიღო. 2-2 გახდა იქ. აქ რამდენი დარჩა დრო? აუ რა ტური გამოდგა. გახდა იბერია ჩემპიონი. ისტორიაში მესამე და ზედ მეორე.
ერთი რაც არ მომეწონა, პირველად ვარ ამ სტადიონზე და ბევრი რაღაცა მომეწონა, გულშემატკივარიც, რაღაცა ემოციაც, ადგილობრივი კოლორიტიც, იყო ის, რომ ის ხალხი ქართული ფეხბურთის პრინციპში ლეგენდები ქვიათ უკვე, ხო, დამოუკიდებელი, ვისაც ნაკრებში აქვს ბევრი ნათამაშები და ბოლო წლებს ატარებს საქართველოს ჩემპიონატში. ძალიან დიდი აქტივია ჩვენთვის ყველასთვის. ის რომ გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, ალექსანდრიაშვილი, იქამდე დათო მუჯირი იყო ესე, ვინც თამაშობდა ბოლო სეზონი. იმ ხალხს გაფრთხილება ჭირდება და რატო ვერჩით ვერ მივხვდი მიზეზს. მაგრამ ხო, რაც მეც ასევე გულზე მომხვდა იყო, რომ და თვალშიც რომ დინამოს არ უთამაშია, აი რაღაცა გასამწარებლად ჩამოსული გუნდები რო არიან, რომ დრო გაიყვანონ, წამოწვეს, უხეშად ითამაშონ, პროვოკაციებზე ითამაშეს, აი fair play სრული დაცვით. ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი დავამთავრეთ, ისე რომ ერთ თამაშზე მაინც იყავი. შევიდოთ რა ეროვნულ ჩემპიონატს დავესწარ. ჩვენი რჩევა ის არის კიდე რომ სამწარში აღარ იყოს რა სამწარში ჩემპიონობა ხო ცოტა ცოტა მაზალო ამბავია ზაფხულში მაისში შამპანიო ჯობდა მაისში გასვა სპეისეიზე მო ჩემპიონობა როგორც წინო არ გასივდები მაინც ტატოსაც კიდე უფრო შეუყვარდა ქართული ფეხბურთი რა გამიხურეთ ეს სახე იმენა არა არა სულ კაი დავით პროგრამაში ვიყავარ დავით კარგად ეგ არის. ახლა ჩვენ გავაგზავნებთ ქართული ფეხბურთის გაშუქებას და ზოგადად ფეხბურთის გაშუქებას. გამოიწერეთ ჩვენი არხი და აკომენტარეთ, იაქტიურეთ და შევხვდებით, როცა შევხვდებით. ფოტოშოპის ახალგაზრდობა ბეცონზე გიყურებდა. ო, ამას ჩავსვათ აუცილებლად. იმავე. ადლობა.